გამარჯობა. დღეს ვისაუბრებთ იმაზე, თუ რა არის CPU, GPU, NPU და FPU 4 კომპონენტი, რომლებიც ჩვენს კომპიუტერსა. ხშირად ხვდებით ამ ტერმინებს, მაგრამ იშვიათად ხვდებით მარტივ ახსნას. მოდი, გავიგოთ, როგორ მუშაობს თითოეული ნაწილი. პირველი, CPU. CPU ნიშნავს ცენტრალურ პროცესორს. ეს არის კომპიუტერის ტვინი. ის ასრულებს ყველა ძირითად ინსტრუქციას, პროგრამების გაშვებას, ტექსტის დამუშავებას, ბრაუზერის მუშაობას. მისი მთავარი თვისებაა მოქნილობა, შეუძლია თითქმის ყველა ტიპის დავალების შესრულება, მაგრამ არა ყოველთვის ყველაზე სწრაფად. წარმოიდგინეთ, რომ კომპიუტერი არის დიდი ოფისი. CPU არის მენეჯერი, რომელიც ანაწილებს დავალებებს, იღებს გადაწყვეტილებებს და აკონტროლებს პროცესს. ნაწილი მეორე, GPU. GPU ნიშნავს გრაფიკულ პროცესორს. თავდაპირველად ის შეიქმნა იმისთვის, რომ თამაშებში და პროგრამებში სურათები და ვიდეო სწრაფად დამუშავებულიყო. მისი მთავარი ძალა არის პარალელური გამოთვლები, შეუძლია ერთდროულად ასრულოს ათასობით პატარა ოპერაცია. თუ CPU არის მენეჯერი, GPU არის დიდი გუნდი, რომელიც სწრაფად ხატავს და ქმნის ვიზუალს. დღეს GPU-ს იყენებენ არა მხოლოდ თამაშებში, ის გახდა ხელოვნური ინტელექტის, სამგანზომილებიანი მოდელირების და მონაცემთა ანალიზის მთავარი ინსტრუმენტი. ნაწილი მესამე, NPU. NPU ნიშნავს ნეირონულ პროცესორს. ეს შედარებით ახალი ტექნოლოგიაა. NPU სპეციალურად შექმნილია ხელოვნური ინტელექტისთვის. ის სწრაფად ამუშავებს ნეირონულ ქსელებს, რომლებიც ადამიანის ტვინის მუშაობას ბაძავენ. მაგალითად, როცა ტელეფონი სახეს გიცნობთ, როცა ხმოვან ასისტენტს ესაუბრებით, ან როცა კამერა ფოტოს ხარისხს ავტომატურად აუმჯობესებს, ეს NPU-ს მუშაობაა. თუ CPU არის მენეჯერი, GPU მხატვართა გუნდი, NPU არის პატარა ტვინი, რომელიც სწავლობს, პროგნოზებს აკეთებს და გამოცდილებას აგროვებს. ნაწილი მეოთხე, FPU. FPU ნიშნავს მცურავი წერტილის პროცესორს. ეს არის სპეციალური ნაწილი, რომელიც პასუხისმგებელია რთულ მათემატიკურ გამოთვლებზე, განსაკუთრებით ათწილადი რიცხვებით ოპერაციებზე. მაგალითად, როცა კომპიუტერი ითვლის გრაფიკის კოორდინატებს, ფიზიკის სიმულაციებს ან სამეცნიერო მონაცემებს, სწორედ FPU მუშაობს. თუ CPU არის მენეჯერი, FPU არის მათემატიკოსი, რომელიც რთულ ფორმულებს სწრაფად ამუშავებს. შედარება და მაგალითები. მოკლედ რომ შევაჯამოთ. CPU მართავს ზოგად პროცესებს. GPU სპეციალიზებულია გრაფიკაში და პარალელურ გამოთვლებში. NPU სწავლობს და ხელოვნურ ინტელექტს აძლევს ძალას. FPU რთულ მათემატიკურ გამოთვლებს ასრულებს. წარმოიდგინეთ, რომ თქვენი ტელეფონი იღებს ფოტოს. CPU მართავს კამერის პროგრამას. GPU ამუშავებს ფერებს და განათებას. NPU ამოიცნობს სახეებს და ფოტოს ხარისხს აუმჯობესებს. FPU კი რთულ მათემატიკურ გამოთვლებს აკეთებს, რომ ყველაფერი ზუსტად და სწრაფად იმუშაოს. დასკვნა. CPU, GPU, NPU და FPU ერთად ქმნიან თანამედროვე ტექნოლოგიის საფუძველს. CPU მართავს, GPU ქმნის, NPU სწავლობს, FPU კი რთულ მათემატიკას ამუშავებს. ეს ოთხეული არის ჩვენი კომპიუტერებისა და ტელეფონების მთავარი ძრავა. მადლობა ყურებისთვის. გამოიწერეთ არხი, რომ არ გამოგრჩეთ შემდეგი ვიდეო.